მართლა ძალიან მოხარულია, რომ მე მომეცა საშუალება აქ გამოსულიყავი, მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, რომელიც არის დიდი კომაგი და ყოველ მხრივ ხელს უწყობს ილიას უნივერსიტეტში კვლევების განვითარებას და ასევე ამ მეცნიერული შედეგების პოპულარიზაციას და ასევე მინდა გადავუხადო მადლობა მედიათეკას ამ დარბაზის ესეთ რაც ოჯახურ ატმოსფეროში ლექციის ჩატარების საშუალებისთვის. და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წინა რიგში ორი შვენიერი გოგონა არის. ერთადერთს ვიკითხავ, რამდენი წლისანი ხართ? 10. ტყუპები ხართ? გასაგებია. და რომელ კლასში სწავლობთ? მეხუთე. ისე მათემატიკა უკვე ცოტა ისწავლეთ. ესე იგი, იმიტომ რომ მე მეჩნია, რომ მე შევეცდები მოვყვე შეიძლება რთულ საკითხებზე, მაგრამ იმ ენით, რომ სკოლის მოსწავლეებისთვისაც მისაც უდომი იყოს. და ჩემი, როგორც ქალბატონმა ნინო მოიყვანა მაგალითი ნობელის ლაურეატის შესახებ, მე შემიძლია თქვა, რომ სხვა ფიზიკოსი ნობელის პრემიის ლაურეატი თქვა ესეთი რამე, თუ თქვენ არ შეგიძლია თითებზე ბავშვს აუხსნათ რაღაცა პრობლემა, ესე იგი თქვენ თვითონ არ გესმით ამ პრობლემის არსებობას. იგი ჩემი მოხსენების, დღევანდელი მოხსენების სახელწოდებაა, როგორ შევიმეცნით სამყაროს, მითი და რეალობა. ესე იგი, უნდა თქვა, რომ როდესაც ჩვენ ესე იგი აქ მომყავს უბრალოდ ცის და დედამიწის ბუნებრივი მოვლენების სურათი, ეს არის რეალობა ჩვენ გარშემო. და უნდა თქვა, რომ ცივილიზაციის ყველა ეტაპზე ადამიანი ცდილობდა გაეგო თუ რა არის მისი ადგილი სამყაროში და რას წარმოადგენს ამ სამყაროს. ესე იგი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე უფრო საბაზისო, ყველაზე უფრო ფუნდამენტალურ ცნებებზე. და აი ეს სურათი, ეს არის ამოღებული ფლამარიონის გრავიურა ქვია, არის აღებული მეტეოროლოგიის წიგნიდან, მისი მეტეოროლოგიის წიგნის ავტორის აზრით თუ მითითებით, ეს გრავიურა ეხება შუა საუკუნეების გრავიურა, როდესაც ბერი ცდილობს ხელი შეახოს სამყაროს მიჯნას და გაიგოს თუ რა არის ამ მიჯნის ჰორიზონტს მიღმა. და ფაქტიურად ჩვენ ყოველთვის კაცობრიობა ყველა ეტაპზე ცდილობდით გაგვეხედა მხოლოდ დღევანდელი არსებული კი არ დაგვენახა, არამედ გაგვეხედა როგორც შორეულ წარსულში, ასევე გვეწინასწარმეტყველა რა არის შორეული მომავალი და ბუნებრივია ადეკვატურად აღგვექვა არსებული რეალობა. მე მინდა კიდევ ხაზი გაუსვა, რომ აქ არის მართლა მითითებული ბერი, სავარაუდოდ არის კათოლიკე ბერი და მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ბერიც ალბათ აღიარებს ქრისტიანობას, ქრისტიანულ ბერზე არის საუბარი, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობს და უნდა გაიგოს, უბრალოდ ის, რაც არის დაწერილი ბიბლიაში, რომ აი ღმერთმა შექმნა სამყარო და სხვა არაფერი, ეს საკმარისი არ არის. მღვდელმსახურიც კი და ბერმონაზონიც უნდა ცდილობდეს გაიგოს, რა არის რეალური ფიზიკური საწყისი და რა არის ფიზიკური ბუნება. პირველი ყველა დროის შეკითხვას წარმოადგენს, საიდან დაიწყო სამყარო. და საიდან დაიწყო სამყარო, ეს არა მარტო საუბარია დროზე, ეს არის საუბარი აგრეთვე სივრცეზე. ყველა დროში ეს კითხვა ჩდებოდა. რაც შეეხება დროს, დრო არის ძალიან გამოყოფილი. აი, ყველამ ვიცით, ინტუიციურად ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ სამგანზომილებიან სივრცეში. გვაქვს სიმაღლე, სიგრძე, სიგანე, ხო? ეს ბავშვმაც იცის, როდესაც იწყებს სამყაროს აღქმას. მაგრამ დრო, ეს არის კიდევ ერთი მახასიათებელი სივრცის დროის, რომელიც არის აბსოლუტურად განსხვავებული მისგან. ეს არის ერთგანზომილებიანი და მასზე მოძრაობა შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამიტომ დროს შეიძლება დავარქვათ, რომ არის დროის ისარი. ჩვენ ვმოძრაობთ დღევანდელი დღიდან
მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ დავბრუნდეთ წარსულში. და წარსულში დაბრუნებას კრძალავს მიზეშედეგობრიობი კავშირი. ესე იგი, მიზეზი უნდა იყოს პირველი და შემდეგი უნდა იყოს შედეგი. ჩვენ რომ გქონოდა საშუალება თუ არ ჩავთვლით ფანტასტიკურ მოთხრობებს, წარსულში დაბრუნების, მაგალითად ჩვენ შეგვეძლო გაგვენადგურებინა ბაბუაჩვენი და შესაბამის ბაბუაჩემი და მე უბრალოდ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვერ ვიარსებები. ისე დრო არის განსხვავებული აბსოლუტურად სივრცისგან, იმიტომ რომ არის ერთგანზომილებიანი და ერთმიმართულებიანი. მაგრამ თუ კი სამყაროს ქონდა ოდესღაც საწყისი, იყო პირველი წერტილი. და რა არის ეს პირველი წერტილი? საიდან აითვლება დრო? ეს არის, ესე იგი, მხატვრებს, ფილოსოფოსებს, მწერლებს, ყველანაირ ადამიანს ხელოვანი იქნებოდა თუ მეცნიერი, ესე კითხი აინტერესებდა და ყველა თავისებურად აღიქვამს. ეს არის სიქსტინის კაპელის ფრესკა, მიქელანჯელოს მიერ შექმნილი, რომელიც ასახავს ადამიანის შექმნას. რაც შეეხება ძველი ბერძნების და საერთოდ ცივილიზაციის მიერ მიიღებულ დროის ცნებას, ეს დროის ცნება არსებობდა უკვე პლატონის დროს და მაგალითად პლატონი თვლიდა, რომ დრო მარტო დედამიწის პირობებში კი არ იქმნებოდა, არამედ დრო იბადება როგორც ესეთი მთვარის 5 პლანეტის, მაშინ 5 პლანეტა იყო ცნობილი და მზის მოძრაობით, შეთანხმებული მოძრაობით და ამიტომ ის თვლიდა, რომ ეს არის ცეკვა. არისტოტელე თვლიდა, რომ დრო საერთოდ არ შეიძლება წარმოიქმნას მოძრაობით, როგორც ამას პლატონი თვლიდა, რამეთ თავად მოძრაობა იზომება დროში. ესე იგი, თქვენ არ შეგიძლიათ თავის თავი, ესე იგი, მიუნხაუზენის ზღაპარი არსებობს, რომ მიუნხაუზენმა ჭაობიდან თავისი თავით მებით ამოითრია, მაგრამ ეს წინააღმდეგობრივი არის და ფიზიკის კანონები ამას ეწინააღმდეგება. გალილეო გალილეი, რომელიც თვლი, რომ ფიზიკის და ასტრონომიის მეცნიერებებში არის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ამაზე კიდევ ვისაუბრებ, თვლიდა, რომ დრო არის მექანიკური ცნება და აბსოლუტურად ფორმალური. გალილეის შემდეგ დროის ცნება პრაქტიკულად არ შეცვლილა შუა საუკუნეებიდან, მანამდე სანამდე მე-20 საუკუნის დასაწყისში აინშტაინმა სრულიად შესცვალა დროის ცნება და თქვა, რომ დრო არის სხვადასხვა. ვიჯდები მე მაგალითად თვითმფრინავში თუ ვიჯდები მე დედამიწაზე, ჩემთვის დრო იქნება ფარდობითი სხვადასხვა. დრო იქნება უკვე დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სისტემაში ვიმყოფები მე. აინშტაინის ამ იდეამ, ფარდობითობის თეორიამ და რომელსაც ხშირად სპეციალური ფარდობითობის თეორია ეწოდება, გამოიწვია ფილოსოფოსებში, მწერლებში და ასევე მხატვრებში დიდი გავლენა და ერთ-ერთი ამისი მაგალითი არის სალვადორე დალის ცნობილი სურათი ლღობადი დრო. ისე ლღობადი საათები და ასე ვთქვათ, რომ მეხსიერება არ არსებობს. იგი დრო აღარ არის გაჩერებული, დრო არ არის რაღაცა მოცემული, არამედ დრო შეიძლება იცვლებოდეს. ახლა რაც შეეხება პირველი ნაწილი, ესე ვთქვათ, მე დავარქვი, რომ როგორ შევიმეცნეთ სამყაროს, იგი ცივილიზაციის, როგორც თქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ მონახოს თავისი ადგილი სამყაროში და აღწეროს ეს სამყარო. ბუნებრივია ადრეულ ცივილიზაციის ადრეულ პერიოდში შეუძლებელი იყო განხორციელებულიყო მეცნიერული კვლევა და შესაბამისად ადამიანი ქმნიდა მითებს. მაგრამ როგორც არ იყოს ეს საოცარი, როგორც მე შემდეგ სლაიდებზე განახებ, დღევანდელი ზოგიერთი ძალიან წიწაწეული სამეცნიერო ჰიპოთეზა თუ სამეცნიერო მიდგომა ესადაგება მითოლოგიას. აი როგორც არ უნდა იყოს, ესე იგი, აღქმა ხო სხვადასხვა შრეებით ხდება, მითოლოგიაში ხდებოდა. მაგალითად, ძველ ბერძნებს მიაჩნდათ ყოველნაირი კოლუმბის გზავრობამდე იცოდნენ, რომ დედამიწა უნდა ყოფილიყო მრგვალი და ამას ამბობდნენ არა იმიტომ, რომ რაღაცა მონაცემები ჰქონდათ, ამბობდნენ, რომ ეს არის სიმეტრიული და ყველაფერი არის, რაც არის სრულყოფილი, უნდა იყოს სიმეტრიული და შესაბამისად დედამიწაც უნდა იყოს მრგვალი.
აი ამ რუკაზე, ეს არის მოცემული დედამიწის რუკა, სადაც ნაჩვენებია კერები მითების და თითოეულ მათგანს ჰქონდათ თავისი მოდელი სამყაროს არსებობის. მაგალითად, ინდურ ფილოსოფიაში, ვედებში მოცემულია კოსმოლოგიური 33 სხვადასხვა ტიპის მოდელი. და მე ვიცი, რომ საქართველოში 80-იან წლებში დაცულა სადოქტორო დისერტაცია, რომელშიც განიხილებოდა სამყაროს ევოლუციის აღწერა ინდურ ფილოსოფიაში. აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტმა, მაშინ ასპირანტი ერქვა, ასეთი შრომა წარმოადგინა. ასევე აღქმა სამყაროსი იყო მხატვრების და ხელოვნების, იქნებოდა ეს სკულპტურა თუ მხატვრობა ნაწარმოებებში და მე არ შეგაწყვეტ, მე ვარ ფიზიკოსი და შესაბამისად ჩემი მოხსენება უფრო ფიზიკაზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ მომყავს ერთ-ერთი ნახატი, პირადად მე ბოსხის მხატვრობა ძალიან მომწონს და მიყვარს, მით უმეტეს რომ ბოსხი არის ძალიან იშვიათი, ბევრი ნაწარმოები შექმნილი არ აქვს. და ერთ-ერთი მაგალითი მისი სამყაროს აღქმის ასევე არის სფერული და ეს იყო შუა საუკუნეებში მოცემული. რაც შეეხება ფილოსოფიას. ასევე სამყაროს აღქმა ბუნებრივია ფილოსოფიის ნაწილია და მეცაც გეტყვით, რომ კოსმოლოგია არსებობს სამნაირი კოსმოლოგია არსებობს ფიზიკური კოსმოლოგია, როდესაც სამყაროს ჩვენ ვსწავლობთ ფიზიკის კანონების მეშვეობით, არის რელიგიური კოსმოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიაში როგორი იყო სამყაროს წარმოშობა და მისი დასასრული და არსებობს აგრეთვე ფილოსოფიური კოსმოლოგია. უბრალოდ მიდგომა. აი მაგალითად ბერძნებს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული მიმართულება ჰქონდა და ჩინელებს და ისინი თვლიდნენ, რომ სამყარო შეიქმნა ქაოსიდან. ჩვენ ვიცით, რომ პირველად იყო სიტყვა, მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით თქვათ იგივე ებრაულ ძველ ნაწერებს, იქ არის მოცემული, რომ პირველად იყო ქაოსი, ქაოსს შეუყვარდა წესრიგი და დადგა არჩევანის წინაშე. ან უნდა თვითგანადგურებულიყო და შერწყმუნდა წესრიგს და ამით შეექმნა სტრუქტურა, სამყარო, ან და უნდა დარჩენილიყო ქაოსად და ესე ეულად ყოფილიყო სამუდამოდ და მან ირჩია განადგურება თვითგანადგურება სიყვარულისთვის და ამის შემდგომ იშვა უკვე სამყარო და როდესაც ლაპარაკია მაგალითად ჩვენს უკვე ქრისტიანობაში რომ პირველად იყო სიტყვა გულისხმობს ცოდნას, წესრიგს, მოწესრიგებულობას. ქაოსი თვითონ არის ბერძნული სიტყვა და შეიძლება ითარგმნოს როგორც სიცარიელე და როგორც ქაოსური სიცარიელე და ყველაზე საინტერესოა რომ ინგლისურ თარგმანში ქაოსის ქვია void და ზუსტად ეს void ჩვენს ვაკვირდებით სტრუქტურებში, სამყაროს სტრუქტურაში. აი მარცხენა მხარეს არის მოცემული რიცხვითი სიმულაციების შედეგი, რიცხვითი თვლების შედეგი, მაშინ როდესაც აი ეს სურათი, უკაცრავად. როგორ უნდა მივიდეთ თუ აი ამით. აი ეს სურათი არის რეალური დაკვირვებების სურათი. ისინი თითეული ნათი წერტილი წარმოადგენს galaktikas. ისინი ჩვენ ვარსებობთ ერთ-ერთ galaktikაში და ახლა მე ზუსტად გეტყვით რა არის სამყარო ჩვენს გარშემო. პირველი ყველაზე რაც ალბათ თქვენ სკოლაში სწავლობთ, ეს არის მზის სისტემა. მზის სისტემაში არის მზე, რომელიც არის ვარსკვლავი და მის გარშემო ტრიალებენ თანამგზავრები არიან მზის, ამ შემთხვევაში პლანეტები. თავად პლანეტებს თავად გააჩნიათ თანამგზავრები. მაგალითად ჩვენ ვართ დედამიწა, ჩვენ ვართ მესამე პლანეტა დედამიწისგან დაშორებული და ჩვენი თანამგზავრი არის მთვარე. უფრო შორეული არის იუპიტერი, სატურნი, იგივე მარსი. და შემდეგ ძალიან შორეული არის ურანი და ნეპტუნი. ახლა ურანისაც და ნეპტუნის აღმოჩენა და აქ აღარ არის მოცემული პლუტონი, რომელიც დავა არის პლუტონი უბრალოდ პლანეტა თუ არის ნამსხვრევი
ესე ვთქვათ, ესენი ნეპტუნი და პლუტონი აღმოჩენილი იყო კალმის წვერზე. ესე იგი უბრალოდ მოხდა გათვლა, თუ როგორ უნდა მოძრაობდნენ პლანეტები, იყო რაღაცა გარკვეული გადახრა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ უნდა არსებობდეს რაღაცა მასიური სხეული, მაგალითად ნეპტუნი. Ყველა საინტერესოა, რომ პლანეტების მოძრაობის დაკვირვება და მათი ზუსტი მოძრაობის დადგენა საშუალება მისცა მე-20 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ მერკურის პლანეტის მოძრაობა საშუალება მისცა აინშტაინს ჩამოეყალიბებინა ზოგადი ფარდობითობის თეორიაც. შემდეგ არის შემდეგი, ესე ვთქვათ, იერარქიული ნაბიჯი, ეს არის ჩვენი galaktika, რომელსაც ქართულ ენაზე ქვია ირმის ნახტომი და ძალიან მადლობელი ვიქნები ნებისმიერი ენათმეცნიერის, რომელიც ამიხსნის თუ რატომ მოდის საქართველოში სახელწოდება ირმის ნახტომი, როდესაც პრაქტიკულად ყველა სხვა ენაში ეს არის Milky Way, ანუ ძიანი გზა და მოდის კიდევ ეს მითიდან, რომ როდესაც იუპიტერს აჭმევდა რძე გაისხა და ეს გასხმული რძე დარჩა ცაზე galaktikis სახით. რატო ქვია ქართულში ირმის ნახტომი? მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვათა შორის დაუსვია ჩემთვის სტუდენტებს ეს შეკითხვა, პასუხი ვერ მომიძებნია, იმიტომ რომ ქართულ ზღაპარში არის ერთ-ერთი ვერსია ამისა, სადაც ასე ვთქვათ ის მონაწილეობს და ამბობენ, რომ თავის დროზე როცა იქნებოდა ტერმინოლოგია მე-20 საუკუნის დასაწყისში, დავით კანდელაკის ხაჩოს შემდეგ მკობელიძე, მაშინ შეიქმნა ეს წრეწირი, წრფივი და ბევრი ტერმინები. სწორედ აი ირმის ნახტომისთვის შეარჩიეს სწორედ აი ერთ-ერთი ქართული ზღაპრის პარადიგმა, რომელშიც ეს მონაწილეობდა. ეს არსებობს საქართველოს. დიდი მადლობა. და ეს საქმარი მექნება, თუ რამეს ვიტყვი გაუყოლოს, შემაწყვეტინეთ. ვთქვათ, ზოგჯერ არის სტილი კოლოქიუმის, როდესაც მოხსენებელი ყველაფერს ყვება და შემდეგ უსვამენ შეკითხვებს. აბსოლუტურად იგზნებით თავისუფლად, რომ შემაწყვეტინოთ ნებისმიერ მომენტში და უფრო დაწვრილებითი განმარტება მხოლოდ. რაც შეეხება ირმის ნახტომს, ჩვენს galaktikas, ეს ბუნებრივი აგებულია ასე ვთქვათ, გრაფიკულად, ბუნებრივია ესეთი სურათი არ არსებობს და ჩვენ ვგებარო სხვათა შორის არაფრით არა ვართ გამორჩეულ ადგილას, ვართ სადღაც აი აქ, ხო, მზე არის აქ, ერთ-ერთ სპირალზე მდებარეობს, კლავზე, ესე ვთქვათ, ამ galaktikis და არაფრით გამორჩეული ადგილი არ გვგავია. არ ძალიან შორსა ვართ ცენტრისგან, არ ძალიან ახლოს და პრინციპში ეს არის ჩვენთვის სასიკეთო, იმიტომ ძალიან ახლოს რომ ყოფილიყავით, galaktikis ცენტრთან ასწებული გამოსხივება უბრალოდ საშუალებას არ მისცემდა დედამიწაზე, რომ წარმოქმნილიყო სიცოცხლე. ახლა რაც შეეხება galaktikები არის მილიონობით და ბილიარდობით და ერთ-ერთი ყველაზე ჩვენთან უფრო უახლოესი galaktika არის ანდრომედას galaktika, რომელიც არის ასევე სპირალური galaktika და მაგრამ მასდამე მისვლას რამდენიმე მილიონი სინათლის წელი დასჭირდება. ასე ვთქვათ, ეს ფანტაზიის დონეზეა, როცა ვამბობთ, რომ აი ჩვენ შევძლებთ გავემგზავროთ. იმიტომ შუქს, რომელსაც დღეს ვხედავ, ეს არ არის ის შუქი, რომელიც ეხლა გამოსხივდა. ეს არის ის შუქი, რომელიც მოდის წარსულიდან. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვხედავთ მზეს ვხედავთ 8 წუთის წინანდელ მზეს. იმიტომ რომ სინათლის სხივის სიჩქარე არის შეზღუდული და რაღაცა დრო სჭირდება სინათლის სხივის სიჩქარეს, რომ ჩვენამდე მოვიდეს. ასევე შორეულ ობიექტებამდე. მე თქვენ გეტყვით, რომ სამყაროს ასაკი დღევანდელი არის 13 მილიარდი 800 მილიონი წელი და არის ობიექტები, რომლიდანაც შუქს ჩვენ ვხედავთ 10 მილიარდი წლის წინანდელ გამოსხივებას. ესე იგი, ბუნებრივია 10 მილიარდი წლის წინ მზეც არ არსებობდა, არ არსებობდა დედამიწა, ის შუქი მაშინ წამოვიდა ჩვენსკენ და სულაც არ არის გამორიცხული და მაშინ იყო სხვა ცივილიზაციები, რომელმაც ეს სიგნალი გამოგვიგზავნეს, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ მას დავაკვირდებით, ეს ცივილიზაცია ბუნებრივია აღარ იარსებობს, იმიტომ რომ ვარსკვლავის ცხოვრების დრო არ არის უსასრულო დიდი. შემდეგ არის უკვე შემდეგი ეტაპი და მე ვიცი რომ აქ იქნება არაერთი მოხსენება კოსმოლოგიაზე და სამყაროზე და ისინი უფრო დაწვრილებით შეეხებიან ასტროფიზიკურ კონცეფციას,
მე უფრო ესე ზოგადად ვილაპარაკებ რა არის სამყარო, რა არის დრო, რა არის სამყაროს დასაწყისი, რა არის სამყაროს დასასრული. ეხლა galaktikების გროვები აი აქ რასაც ვხედავ, ჩვენ ასევე ვხედავთ აქ განათებულ წერტილებს, ეს არ არიან ვარსკვლავები, ეს არის უკვე galaktikები და galaktikis გროვა ეს არის რაღაც ფორმალური რამ, ესე იგი ეს არის ის, რაც არის ერთმანეთთან დაკავშირებული გრავიტაციული, ესე იგი მიზიდულობით. მათ შორის ბმა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ეს კი ასეთ მასშტაბებში, არც მაგნეტიზმს, არც ბირთვულ ურთიერთქმედებას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ გრავიტაციული ძალები. იმიტომ ჩვენ საუბრობთ უზარმაზარ ობიექტებზე და აი ესეთი თქვათ ერთ-ერთი ტიპიური galaktikis გროვის მასა შეიძლება იყოს 1000 მილიარდი მზის მასა. ეს არის უზარმაზარი. ახლა რაც შეეხება დაკვირვებებს, ესე იგი მე გითხარით რომ დაკვირვებები განხორციელდება და აი ეს ყველაფერი რაც აქ არის მოცემული, ეს არ არის ნახატი. ეს არის რეალური დაკვირვება, განხორციელებული სხვათა შორის Sloan Digital Sky Survey, ითარგმნება როგორც Sloan-ის რიცხვითი ცის აღწერა. Sloan-ი ეს არის მილიონერი ადამიანი, რომელიც აფინანსებს მეცნიერებას, აფინანსებს მედიცინას, უბრალოდ არის მეცენატი. და მე ვერ ვიტყოდი რომ თქვათ საქართველოშიც გვყავს ჩვენ დიდარი ადამიანები და თქვათ იგივე Sloan-ის ესე თქვათ ქონება სულაც არ არის ექსტრემალურად დიდი. უბრალოდ ეს ადამიანი აბანდებს მეცნიერებაში, მედიცინაში და ყველაზე ძლიერი ონკოლოგიური დაავადებების ცენტრი, მაგალითად ასევე მისი სახელობისაა Sloan Kettering Cancer Center ნიუ-იორკში. ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მე მაინტერესებს რა არის სამყარო. მოდით შეეცადეთ და აფინანსებს არა მარტო ობსერვატორიას, რომელიც აკვირდება, არამედ აფინანსებს მეცნიერებს, რომელიც იქ მუშაობენ. პირადად მე არასოდეს არ ყოფილვარ ამ კოლაბორაციის წევრი, მაგრამ მე არაერთ მეცნიერს ვიცნობ, რომელიც დაფინანსებულა სრულად Sloan-ის მიერ. აი ეს განათებული წერტილები, რაც უფრო წითელია, მით უფრო ახლოს არის ჩვენთან. ესე იგი, ჩვენ ვართ აი აქ სადღაც. აი ამ ადგილას. ესე იგი, მთლიანი სურათი ცის აღდგენა არ ხდება, მხოლოდ რაღაცა კუთხეში ხდება მისი აღდგენა, ეს კიდევ არის შორეული ობიექტები. შორეული ობიექტები. და ეს წარმოქმნის როგორც ობობას ქსელს. აქედან წარმოიდგება სიტყვა cosmic web. ქსელივით არის. თუმცა ქსელი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული მიზიდულობით. თუ ახლა ჩვენ გავადიდებთ და ეს ლუპას გამოვიყენებთ და ახლოს მივიდეთ, მაშინ დავინახავთ აი ამ წერტილში, მაგალითად, გადიდებით, დავინახავთ, რომ აქ არის galaktikata გროვები, galaktikები და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ არის გადიდებით მიღებული სურათი ერთი წერტილის. ახლა სხვათა შორის ფოტოგრაფმა პაბლო კალდროს ბუდასმა გადაწყვიტა, რომ ძალიან რთულია ესეთი მსხვილმასშტაბოვანი სამყაროს აღქმა და იქნება გავაკეთო ერთ რგოლში მთელი სამყარო. და ამისთვის გამოიყენა ლოგარითმული შკალა. ლოგარითმული შკალა ნიშნავს, რომ 10 რომელიღაცა ხარისხში რომ არ ვიყვანო. მაგალითად 2 იქნება 10 ხარისხად 2, 100, ხო? 10 მე-20 ხარისხში იქნება უბრალოდ 20. და ამ ლოგარითმული შკალით მან მოახერხა აბსოლუტურად სხვადასხვა დაშორების ობიექტის ერთ სფეროში მოქცევა. ეს არის უბრალოდ ფოტოგრაფის გაკეთებული, არაფერი არ არის აქ დახატული, ყველაფერი არის რეალური დაკვირვებების ბაზაზე შექმნილი სურათი. ეხლა შემდეგი შეკითხვა კი, მაგრამ ეს ძალიან კარგია, მაგრამ შეკითხვა არის როგორ ვაკვირდებით და მინდა ვთქვა, რომ ბატონი ალეკო თევზაძის ლექციიდან მაქვს აღებული ეს სურათი, ეს ჩემი სლაიდი არ არის. როდესაც ნაჩვენებია როგორ დიაპაზონში შეიძლება იყოს ელექტრომაგნიტური ტალღები, როგორ დიაპაზონშია. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ არის რადიოტალღები, არის მიკროტალღოვანი გამოსხივება, მაგალითად მობილური ტელეფონები,
არსებობს გამოსხივება, რადიოტელეფონებიც არსებობდა, ბუნებრივია, 20 წლის წინ. არსებობს აგრეთვე ოპტიკური, რასაც ჩვენ უბრალოდ თვალით ვხედავთ. არსებობს ინფრაწითელი, აი რასაც ღამის მხედველობა ქვია და სამხედროებს რომ აქვთ. არსებობს ხედვა რენტგენულ და X გამოსხივებაში. აი ეს უზარმაზარი დიაპაზონია, რომელიც ვრცელდება ასეულობით მეტრიდან მილიმეტრის რაღაც დონემდეც. მაგრამ საბედნიერო, ჩვენ და საბედნიერო დედამიწის ატმოსფერო ყველა ამ გამოსხივებისთვის გამჭვირვალე არ არის. დედამიწაზე ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ რადიოს ნაწილობრივ, შეგვიძლია დავაკვირდეთ ნაწილობით ინფრაწითელს და შეგვიძლია დავაკვირდეთ ნაწილობრივ კი არა, პრაქტიკულად მთლიანად ოპტიკურს, რომელიც აი ამ არეალშია მოცემული, სადაც ცისფერია, იქ არის გამჭვირვალე. სხვანაირად რომ ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა ცხოვრება, იმიტომ რომ უბრალოდ რენტგენული გამოსხივება ან X სხივების გამოსხივება გაგვანადგურებდა, სიცოცხლეს გაანადგურებდა. ამიტომაც, როდესაც თანამგზავრული ასტრონომია შემოვიდა და მოხდა გატანა ტელესკოპების ორბიტაზე, აბსოლუტურად ახალი ფანჯარა გაიხსნა. და როგორც მე შემდგომში ვილაპარაკებ, დღეს 3 წლის წინ უпростоრად გაიხსნა კიდევ ერთი ახალი ფანჯარა საყვაროს აღსაქმებად, ეს არის გრავიტაციული ტალღები. აი აქ არის მოცემული პირველი ტელესკოპი, მისი შემქმნელი იყო გალილეო გალილეი, რომელმაც შეძლო მთვარის ლაქების დაკვირვება, შეძლო პლანეტების მოძრაობის დაკვირვება და თუ შეიძლება ვთქვა, პირველი დამკვირვებელი ასტრონომი იყო გალილეო გალილეი. სწორედ ესეთი მარტივი სამაგიდო ტელესკოპზე, რომელსაც ალბათ ბავშვებს ზოგჯერ შჩუქნია მშობლები, ასეთი პატარა ტელესკოპის საშუალება მიეცათ მეცნიერებს დაედგინათ კეპლერის კანონები და თუ როგორ მოძრაობენ მზის სისტემაში პლანეტები. დღეს და ხვალ სიტუაცია არის აბსოლუტურად სხვანაირი. ეს უკვე არ არის სამაგიდო ტელესკოპები, თითოეული პროექტი რამდენიმე 100 მილიარდი დოლარის თუ ევროს ღირებულებისაა. არსებული დღესდღეობით ეს არის მაგალითად პლანკის თანამგზავრი, რომელიც უკვე 10 წელია მოქმედებდა ორბიტაზე და მისი ესე ვთქვათ ბოლო მონაცემები უკვე აღებული იქნა და ამის შემდეგ ის შეწყვეტს თავის არსებობას როგორც სამეცნიერო თანამგზავრი. ასევე არის ჩილეში დედამიწაზე აშენებული ეგრეთ წოდებული ათაკამას კოსმოლოგიური ტელესკოპი, ესე იგი არსებობს ტელესკოპები, რომელიც აკვირდებიან მაგალითად ვარსკვლავებს, გალაქტიკებს და ამაზე საუბარი არის ზუსტად სამყაროს დაკვირვებისთვის შექმნილ ტელესკოპებს. და რაც შეეხება სამომავლოდ, ეს არის ორი, ერთი არის ევკლიდის კოლაბორაციის მიერ, ესე იგი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეს იმდენად ძვირი პროექტებია, რომ ერთ ქვეყანას მისი დაფინანსება უბრალოდ პრინციპიალურად არ შეუძლია. და ვთქვათ, ევროპის ქვეყნები, ამერიკის ქვეყნები ერთობლივად აფინანსებენ. შესაბამისად, იმ მეცნიერებს, ინსტიტუტებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ კოლაბორაციაში, ევალებათ საკმარისად დიდი გადასახადის გადახდა. მაგალითად, LSST-ის კოლაბორაციის წევრი არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტი, სადაც მე ვმუშაობ, და ამ უნივერსიტეტის ყოველწლიური გადასახადი $400,000 მხოლოდ იმისთვის, რომ ჯერ ტელესკოპი არ აშენებულა, მაგრამ რომ მისი წევრობის უფლება ჰქონდეს. ასევეა ევკლიდი, ევკლიდზე ეს არის უფრო ევროპული, თუმცა NASA მასშიც მონაწილეობს და ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი ლადო სამუშია არის ამ ევკლიდის კოლაბორაციაში არა მარტო სრულუფლებიანი წევრი, არამედ თვითონ ევკლიდის ინსტრუმენტის მოდელის ინსტრუმენტალური კოსმოლოგია, რასაც ქვია, ესე იგი ინსტრუმენტის შექმნაზე მუშაობს, თუ როგორ მოხდეს დაკვირვება მაქსიმალურად ეფექტურად. ხარად შეეხება საქართველოს, ესე იგი საქართველოში ჩვენ გვაქვს
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ევგენი ხარაძის სახელობის, რომელიც 2007 წელს შეუერთდა როგორც კვლევითი ინსტიტუტი სრულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამჟამად მიმდინარეობს ამ ობსერვატორიაში არსებული, ესე იგი დღესდღეობით მუშაობს მხოლოდ ერთი ტელესკოპი, ისიც არის 70 სანტიმეტრის, ეს სადღაც 10-ჯერ 15-ჯერ უფრო პატარა სარკე არის ვიდრე სხვა დიდ ობსერვატორიებში არის. მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია და უნდა გითხრათ, რომ მას მერე რაც ეს რეაბილიტაცია დასრულდება, აბასთუმნის ობსერვატორიას აქვს საშუალება აწარმოოს და ნუ ეხლაც აწარმოებს ბუნებრივია და მაგრამ მერე კიდევ შეიძლება ახალი პერსპექტივების გახსნა, როგორიც არის მაგალითად ეგზოპლანეტების ძიება. რას ნიშნავს ეგზოპლანეტები? ეს არის არა დედამიწის მსგავსი პლანეტების ძიება, ოღონდ სხვა ვარსკვლავ სისტემებში. თუ კი ჩვენ ნახავთ ჩვენაირი ტიპის პლანეტას, დიდი ალბათობაა, რომ იქ შეიძლება წარმოიქმნას ისევე როგორც დედამიწაზე ორგანული სიცოცხლე. ესე იგი ეგზოპლანეტების ძიება ერთის მხრივ არის სხვა ცივილიზაციების ძიების ერთ-ერთი მიმართულება და ობსერვატორიას მაგალითად მიუხედავად ამისა, რომ ეს მიმართულება დღესდღეობით არ აქვს, მაგრამ აქვს სრული პოტენციალი ასეთი მიმართულება განავითაროს. რაც შეეხება სამყაროს. ესე იგი სამყაროს როგორც თქვი, რომ კოსმოლოგია რამდენიმე ტიპის არსებობს და არსებობს ეგრეთ წოდებული ფიზიკური კოსმოლოგია, როდესაც ფიზიკური მეცნიერებით ხდება კოსმოლოგიის შესწავლა და მისი ათვლა ჩემი აზრით როგორც მეცნიერების, იმიტომ რომ მეცნიერება მხოლოდ კოსმოლოგია არის ექსპერიმენტალური მეცნიერება, მხოლოდ მათემატიკური მოდელით სამყაროსი ვერ შემოვისაზღვრებით და მისი პირველი ექსპერიმენტალური, ესე ვთქვათ, მიღწევა იყო სამყაროს გაფართოების აღმოჩენა ედვინ ჰაბლის მიერ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მანამდე 2 წლით ადრე, ესე იგი ედვინ ჰაბლმა დაკვირვებები განახორციელა 1927 წელს, 28 წელს, მაგრამ 1927 წელს სხვათა შორის ასევე ბერმა, ესე იგი ეკლესიის წარმომადგენელმა ფრანგმა განახორციელა ასევე დაკვირვებების ესე იგი ინტერპრეტაცია, ეს იყო ლემეტრი და მანაც მისი დასკვნა იყო, რომ სამყარო ფართოვდება. რას ნიშნავს სამყარო ფართოვდება? ახლა ჩვენ ვართ ოთახში, ხო? ესე იგი ფართოვდება ეს ოთახი? არა. ოთახი არ ფართოვდება. ჩვენი galaktika ფართოვდება? არა, არ ჩვენი galaktika ფართოვდება. მე რომ ავიღო სახაზავი, ის სახაზავი რჩება ისეთივეთ. ფართოვდება მხოლოდ და მხოლოდ სივრცე, რომელიც არის რასაც ქვია სიცარიელე. ის რაც არის galaktikებს შორის, კლასტერებს შორის, ის რაც არ არის ბმული გრავიტაციულად. ესე იგი მიზიდულობა რაც სადაც არ არის. რასაც ეს აბსოლუტური სიცარიელე, ის რასაც ბერძნები ქაოსს ეძახდნენ. ეს ფართოვდება. ხა როგორ დაინახა ეს ჰაბლმა? მან უბრალოდ გაზომა თუ რა სიჩქარით შორდებიან ჩვენ galaktikები. და აღმოაჩინა ესეთი კანონი, რომ სიჩქარე, რომლითაც მე შორდება galaktika, არის რაღაცა რიცხვის ნამრავლი ამ galaktikამდე მანძილის. ხო? ესე იგი თუ galaktika ორჯერ უფრო შორს არის ჩვენგან, მაშინ მისი ჩემგან დაშორების სიჩქარე ორჯერ უფრო მეტი იქნება. ხო? აი ბავშვებმაც უნდა გაიგონეს, ხო? აი ორჯერ თუ უფრო რაღაცა დაშორდა, უფრო სწრაფად შორდება. და თან ყველა საინტერესოა, ყველა მიმართულებით. ხო, galaktikები ხო ყველგან არის. და რა გამოდის, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ის ტოლემეს აზრს, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრში, რა კი ჩემგან შორდება რაღაცა. მაგრამ ეს ესე არ არის. იმიტომ რომ მე რომ წავიდე და დავждე ანდრომედაზე მაგალითად, იქაც ანდრომედიდან დანახული კანონი იგივე იქნება. ესე იგი ყველა წერტილი არის თანაბარ უფლებიანი. და აი წარმოიდგინეთ, რომ მე მაქვს, იმედი მაქვს, რომ მეორე სლაიდზე არის ამისი აღქმა, ავიღე ცომი, ცომში ჩავდე ქიშმიში. და
ვაკეთებ პასკას საავტომობილოდ. ხო? რა მოუვა ცომს? ქიშმიშს არაფერი არ მოუვა, რაზომიც და პასკა კიდე გაიზრდება. ესე იგი, გაფართოვდა ცომი. აი ეს სივრცე, რომელიც ფართოვდება სამყაროში, იგივენაირი ცომია. აი და galaktikები კიდე ქიშმიშები არის. ესე იგი, დროში ხდება ეს გაფართოება. სხვანაირად კიდე რომ წარმოვიდგინოთ, რომ არის რაღაც ორგანზომილებიანი ცოცავი, არ ვიცი, ჭიანჭველა. ჭიანჭველა სამგანზომილებიანია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ორგანზომილებიანია. და ეს ჭიანჭველა დაცოცავს დიდი ბურთის ზედაპირზე, ხო? პირველი, მისთვის ეს ზედაპირი არის უსასრულო. ეხლა თქვენ დაიწყეთ ამ ბურთის გაბერვა. რას დაინახავს ჭიანჭველა, რომ სხვა ჭიანჭველები, რომელიც იქით იქნება, მას დაშორდება. და ყველა დაშორდება სიმეტრიულად, ზედაპირი ფართოვდება. სამყაროს შემთხვევაში ეს ზედაპირი არის ჩვენი სამგანზომილებიანი სივრცე, რომელიც ფართოვდება სივრცე დროში. რა არის ეს მეოთხე განზომილება? ეს მეოთხე განზომილება არის დრო. ეს დროის გამოყოფა მე არანაირად არ შემიძლია. და აი აქ არის ზუსტად ეს ნახატი. ოთხგანზომილებიანი დრო. აი ეს არის უფრო ახალგაზრდა სამყარო, უფრო დიდი და აი ეს galaktikების ზომები აბსოლუტურად უცვლელია. უბრალოდ რადიუსი ამ ბურთის იზრდება და ის რაც იზრდება დროში, ეს არის ჩვენი სამყაროს ზომა. ხო? ზედაპირი ამ სამყაროს საზღვარი არსად არ აქვს. ხო? მაგრამ სამყარო არის სასრული. ერთი მხრივ უსასრულოა, თუ მე მარტო მასზე დავდივარ, იმიტომ ვერსად ვერ ვხედავ საზღვარს, მაგრამ თვითონ გაფართოება სადღაც კი არ ხდება, როგორც აი გაზი აფეთქდა და ისე ვთქვათ, გაიბნა ყველაფერი. არამედ თვითონ სივრცე ფართოვდება. რაღაცაში კი არ ფართოვდება, თავად სამყარო ფართოვდება. რაღაცაში იმის გარეთ მე არ ვიცი არაფერი, შეიძლება რაღაცა არსებობს, მაგრამ არ ვიცი, ამასაც შევეხები. ახლა საიდან ვიცით რომ ხო და თუ ესე მივუდექით, ხო? მაშინ აი აქ, ხო? ეს იქნება უფრო პატარა. რას ნიშნავს ახლა წარმოიდგინეთ რომ თქვენ აიღეთ რაღაცა და კუმშავთ, ხო? რა მოუვა? ეს ნივთიერება სულ უფრო მკვრივი და მკვრივი ხდება, ხო? ან მაგალითად თუ ძალიან დაიწყებთ გაზის შეკუმშვა, მაშინ ის გაზი გაცხელდება. ესე იგი, საუბარი არის რომ სამყაროს აქვს ცხელი საწყისი, რომ მაშინ სამყარო უფრო ცხელი იყო, ვიდრე დღეს არის, გაცილებით. ხო? მაგრამ ახლა საიდან ვიცით, ვიცით ეს წინასწარმეტყველის 37 წელს თუ 35 წელს ემიგრანტმა რუსმა მეცნიერმა შეერთებულ შტატებში გამოვმა, რომელმაც თქვა, რომ სამყაროს აქვს ცხელი საწყისი. ის მაშინ იყო უფრო ცხელი, იმდენად ცხელი, რომ ნივთიერება როგორც ეგეთი, აი როგორც ატომი არ არსებობდა. იმდენად იყო გავარვარებული, ხო? ახლა თქვენ რომ დანა აიღოთ და ცეცხლში შეყოთ, ხო? თუ დიდხანს გააჩერებთ, თანდათან გაწითლდება, ხო? და გარდაიქმნება, უკვე აღარ იქნება ეს მეტალი, ხო? თხევად მეტალად გარდაიქმნება. ზუსტად ასეთივე ცხელი, საოცრად ცხელია სამყარო. საიდან ვიცით? ეს შეიძლება იყოს სხვანაირი, 1000 სხვა შეიძლება იყოს თეორია. და აღმოჩნდა ასევე კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან ნებისმიერი მეცნიერება და ნებისმიერი ტექნოლოგია თუ ინდუსტრია, შეერთებულ შტატებში არის სატელეფონო კომპანია, რომელიც არის Bell Atlantic ერქვა მაშინ, ახლა მისი თანამემკვიდრე AT&T არის ახლა მისი, ასე ვთქვათ, რაც მიიღო და აი ამ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი ამ კომპანიისთვის აკეთებდა რადიო ტელეფონებს. ეს არის 65 წელი. და უნდათ რომ ხმა ყოფილიყო სუფთა. და ამ სუფთა ხმას ვერ ღებულობდნენ. ყველა მხრიდან მოდიოდა რაღაცა ხმაური. ახლა წარმოიდგინეთ, ეს არიან ორი ადამიანი, რომელიც მუშაობს სატელეფონო კომპანიაში, არის ინჟინერი და ავიქვამს რაღაცა ხმაურს. და მაშინ ორივეს ჰქონდა დამთავრებული
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. და მაშინ გაახსენდათ, კი მაგრამ ასეთი გამოსხივება, აი ამ ზუსტად ამ სიგრძეზე, ამ გამოვმა წინასწარმეტყველა 30 წლის წინ. და მათ აღმოაჩინეს დანატოვარი გამოსხივება, რომელიც მოდიოდა სამყაროს ადრეული მომენტებიდან. სრულიად შემთხვევით, იმიტომ რადიოტელეფონებში უშლიდათ ხელს. მხოლოდ და მხოლოდ ისინი მოდიოდა ყველა მხრიდან და როდესაც აიღეს და გაზომეს ეს ფონი, ხო ხმაურის ფონი, აღმოჩნდა რომ აი ესეთი სურათი აქვთ. აი ესეთი ანტენა ჰქონდათ რადიოტელეფონებისთვის და ამითი გაზომეს აი ესეთი ყველგან იყო ერთნაირად 3 კელვინის ტემპერატურა. რას ნიშნავს 3 კელვინი? ჩვენ ცელსიუსებში ვზომავთ, ეს არის -270 კელვინი. ცელსიუსი. საკმარისად ცივი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც არსებობს, ეს არის 0 კელვინი, არა -273. სასაცილო რაღაცას მოგიყვებით, მე რომ ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩემი თანაკურსელი ბიჭები გადიოდნენ სამხედრო მომზადებას. და ყავდათ პოლკოვნიკი ვინოგრადოვი, რომელიც სამხედრო საქმეს ასწავლიდა და მაგალითად პოლკოვნიკმა ვინოგრადოვმა მოიტანა რაღაცა ხელსაწყო და უთხრა რომ იცით ბიჭებო, ახლა ვიცოდეთო ეს არისო საბჭოთა მეცნიერებისო გარღვევაო და ეს ხელსაწყო -500 გრადუსებს იმუშავესო. ხა ფიზიკოსებს უკითხავს, ერთმა აწია ხელი და ისა -500 გრადუსი ცელსიუსი ეგეთ ტემპერატურაო არ არსებობსო, -273-ო არისო გვასწავლესო ფიზიკაშიო მინიმალურად დასაშვები ტემპერატურაო. ვინოგრადოვმა შეხედა და უთხრა, რუსულად უთხრა, რომ ეს არის მოძველებული ინფორმაცია. და ეს რეალური ისტორია. ხო და ეს თქვა ნამდვილად მოხდარია. ყოველ შემთხვევაში ეს დაკვირვებები, ეს ხმაური არის მას გააჩნია ძალიან ცივი, ესე ვთქვათ, გასაშუალოებული ტემპერატურა -270. და ზუსტად ეს იყო ის ტემპერატურის გამოსხივება, რომელიც გამოვმა წინასწარმეტყველა როგორც იქიდან დანატოვარი. იმიტომ რომ როდესაც სამყარო იყო ძალიან ცხელი, მერე თანდათან ის ფართოვდებოდა, ხო? და აი ეს გაფართოების დროს ტემპერატურა ეცემა, როგორც თქვენ კარგად იცით, და შესაბამისად დღევანდელი ტემპერატურა უნდა ყოფილიყო -270 ცელსიუსის რიგის. ეს იყო აღმოჩენილი 65 წელს და ნობელის პრემია 78 წელს გაიცა ამ დიდი აღმოჩენისთვის. ახლა 78 წელს მე სკოლაში ვსწავლობდი, ჩემთვის არცერთ მასწავლებელს არაფერი არ ვთქვი ამის თაობაზე, მაგრამ როდესაც მე უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა 80-იან წლებში უკვე აღმოჩნდა რომ მეცნიერები არიან შოკირებული, იმიტომ რომ აი ეს გამოსხივება არის ყველგან ერთნაირი. არანაირი ჩანასახები არ აქვს. თუმცა გამოვი ამბობდა, რომ ამ გამოსხივებაში უნდა ყოფილიყო არათანაბრად გადანაწილებული. იმიტომ მე ხომ მაქვს გალაქტიკები, ხო? სადაც გალაქტიკა, იქ არის სიმკვრივე. სადაც სიმკვრივეა, იქ ტემპერატურა უნდა ყოფილიყო სხვა. სიცარიელეში დაბალი, გალაქტიკებთან მაღალი. ესე იგი, იმისთვის რომ ახსნილიყო სტრუქტურის წარმოქმნა, აუცილებელი იყო ამაზე ყოფილიყო რაღაცა ჩანასახები. და აი ამაზე მე ვილაპარაკებ, ეს უკვე შემდეგი ნობელის პრემია გაიცემა ამაზე. და ეხლა მიკროტალღოვანი ფონი. ეს მიკროტალღოვანი ფონი წარმოიქმნა როდის? როგორც გითხარით, რომ სამყარო იყო გავარვარებულ მდგომარეობაში, სადაც შუქი და ნივთიერება ერთმანეთთან იყო შერწყმული. ატომი არ არსებობდა. მაგრამ მერე თანდათან სამყაროს ტემპერატურა ეცემა და წარმოიქმნება ატომბირთვი. ამ ატომბირთვი როგორც კი წარმოიქმნება, უკვე ამ გამოსხივებას შუქს აღარ აქვს იმდენი სიმძლავრე, რომ ამოგლიჯოს ელექტრონი ატომიდან. გარემო ხდება ნეიტრალური, შუქი კიდე წყდება, ასე ვთქვათ, ნივთიერებას და ის დანატოვარი შუქი უკვე პრაქტიკულად უცვლელად მოდის დღემდე ჩემამდე. და ეს შუქი არის ეს მიკროტალღოვანი ფონი. ესე იგი, მე აი ამ სურათს, როცა ვუყურებ, და ეს არის უკვე აბსოლუტურად რეალური სურათი, ყველანაირი ხატვის გარეშე, არანაირი ფლამარიონის ის არ არის გრავიურა, ეს არის რეალური სურათი მიკროტალღოვანი ფონის
ეს არის ის როგორი იყო სამყარო, როცა იყო 380,000 წლის. დღეს არის სამყარო შენ საერთოდ ხო, მაგრამ ესე იგი რამდენად შორს უნდა დავინახოთ. იმის იქით ელექტრომაგნიტურ ტალღებში ჩვენ უბრალოდ ვერ დავინახავთ. იმიტომ შუქიდან ნივთიერება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ეს იგივეა ვთქვათ, რომ ღრუბლებს იქით რა არის, როგორ დავინახოთ, ხო? ზუსტად ისევეა დავინახო როგორი იყო სამყარო უფრო ადრე. აი როგორც გითხარით, რომ უნდა ყოფილიყო რაღაც ჩანასახები. ეს ჩანასახები არ იყო და ნაპოვნი და შესაბამისად ყველა კოსმოლოგი იმ პერიოდში 80-იანი წლების პირველ ნახევარში იყო აბსოლუტურად სტრესულ მდგომარეობაში, რომ არაფერი არ ვიცით, ვერ ხსნით, რომ საიდან წარმოიქმნა სტრუქტურა, მანამდე სანამ 1990 წელს ორმა უკვე ფიზიკოსმა და არა ინჟინერმა სატელეფონო კომპანიიდან გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ უზუსტესი ექსპერიმენტი ასეთი ცივი გარემოსთვის და გაეზომათ ოდნავი ტემპერატურული გადახრები. ეს ტემპერატურული გადახრები, ხო, როდესაც ზომავ წარმოიდგინე -270-ზე მუშაობ, ხო? და ზომავ გადახრას, რომელიც არის 0.0001, ხო, 1 მიმილიონად გრადუსზე. ეს და როდესაც ეს გააკეთეს, მიიღეს ესეთი სურათია, ხო, მიკროტალღოვანი ფონის. ხედავთ, სადღაც უფრო ცხელია, სადღაც უფრო ცივია, ხო? და ყველანი დაწყდავენ. აგერო სურათიო, როგორი იყო სამყარო 380,000 წლის რომ იყო. ეხლა თქვენ დაინახავთ, როდესაც რაც უფრო გაუმჯობესდა ტექნიკა, მით უფრო მკვეთრი და მკვეთრი სურათი მივიღეთ. ეს იყო პირველი ექსპერიმენტი, შემდეგ იყო დალღვიმები და ბოლო არის პლანკი. ისე გარჩევის უნარიანობა, როგორც ხედავთ, თქვენ იზრდება ყოველ ექსპერიმენტთან ერთად. ეხლა თითოეულმა ესე იგი წვლილი რაღაც გარკვეული წილი შეიტანა, ყველამ რაღაცა თავის ასე ვთქვათ, ამოცანები გადაწყვიტა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ აი ეს დაკვირვებები ჩაატარეს და მეტი არაფერი არ იყო საჭირო. სინამდვილეში სურათი, რომელსაც ხედავს დამკვირვებელი, არის ეს. აი ეს ყველაფერი არის ჭუჭყი. ჭუჭყი როგორ გადადაინფი მნიშვნელობით, ეს არის გალაქტიკისგან ჩვენი ირმის ნახტომიდან მოსული გამოსხივება, რომლისგანაც ჩვენ უნდა გავწმინდოთ. აი მტვერი როგორც დაედება მაგიდას, ხო, და შესანიშნავ ნახატს ამ მაგიდაზე დაფარა, ზუსტად ესევე მონაცემთა დამუშავების მეთოდებით ასტროსტატისტიკოსები წმინდავენ სურათს, რომ აღადგინონ ნამდვილი სურათი. ეს ესე ვთქვათ, ტვერის, მტვრის ანაბეჭდებია. ხარად შეეხება სამყაროს მოკლე ისტორიას. ესე იგი, როგორც გითხარით, არის 13 მილიარდი 370 მილიონი წლის, როდესაც და აი ეს გამოსხივება წარმოიქმნა, როდესაც სამყარო იყო დაახლოებით 375,000 წლის. და აი ამ პერიოდში, ხო, ჩვენ დღემდე პრაქტიკულად 13 მილიარდი წელია გასული, როდესაც ეს გამოსხივება წარმოიქმნა და საკმარისად ბევრ ადგილას, სადაც არის ნეიტრალური გარემო, სადაც არ არის გამოსხივება, ამას ქვია ბნელი dark age, ბნელი ასაკი, ბნელი პერიოდი. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესოა რა ხდება მანამდე. და ეხლა ის რომ ვისწავლოთ როგორაც არის მანამდე, ხო, შეგვიძლია ორნაირად, შეგვიძლია შევისწავლოთ ეს რუკა მიკროტალღოვანი ფონის და ვნახოთ აი იმ საწყისმა პირობებმა რა კვალი დატოვეს, ხო? აი მოვიდა მაგალითად აბსოლუტურად შესანიშნავი თოვლი, მერე გაიგინეს მასა ძაღლებმა დატოვეს თავისი ანაბეჭდები, ხო? და სურათი შეიცვალა. ზუსტად ასეთივე ანაბეჭდს ტოვებს ის ფიზიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა ადრეულ სამყაროში. ახლა რაც შეეხება თვითონ სამყაროს, რომ სამყაროს ასაკი მილიარდი წელია, 13 მილიარდი, მაგრამ მისი ზომა კიდე გაცილებით უფრო მეტია. ამ დროს ახლა თქვენ მოხვალ და მეტყვით, კი, მაგრამ ამ წუთში არა თქვიო, რომ სინათლე ვერ გავრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე ესე იგი სინათლე ვრცელდება შეზღუდულად, ხო? როგორ შეიძლება რომ სამყაროს ზომა იყოს უფრო მეტი, ვიდრე სამყაროს ასაკი.
ხიბული სამყაროს. ხო? ამას ხსნის აი ეს არის ნახატი, რომ არის მისი რადიუსი არის 27 მილიარდი წელი, მაშინ როდესაც მისი ზომა არის, დრო არის 13 და რაღაცა მილიარდი წელი. ესე იგი ორჯერ უფრო მეტია ზომა, ვიდრე უნდა იყოს. ეს უკავშირდება იმას, თუ მართლა რა იყო ძალიან ადრე. ახლად შობილ, ესე ვთქვათ, სამყაროში. თუ გაფართოება იქნებოდა უბრალოდ წრფივად, აი როგორც ბურთი ფართოვდება, მაშინ არც არაფერი არ მოხდებოდა. მაგრამ სავარაუდოდ, თუმცა ამისი ექსპერიმენტალური დადასტურება დღეს არ არსებობს, სამყარო დასაწყისში უბრალოდ კი არ ფართოვდებოდა, არამედ ფართოვდებოდა ექსპონენციალურად. რას ნიშნავს უეცრად, ხო? აი ნახტომისებურად. და ასეთ გაფართოებას დაარქვეს ინფლაცია. ნუ ინფლაცია რაც არის, ყველამ ვიცით, ხო? ზუსტად ასევე მოხდა ინფლაციური სამყაროს შექმნება. აი ბებია და შვილიშვილი მიდიან მაღაზიაში და შვილიშვილი ეუბნება, იციო ბებიაო, რომ ფიზიკოსებმა დაამტკიცესო, რომ იყო ინფლაციური ეპოქაო. ხო და ბებიას კიდე აინტერესებს პროდუქტებისთან დაკავშირებული ინფლაცია. ასე ვთქვათ, ეს ინფლაცია არის რაღაცა დახტომისებული ზრდა. რატო იყო ეს ინფლაცია? მაშინ ესეთი სურათია, რომ მოეცათ მოხდა მისი გაზრდა, მაგრამ რა იყო უფრო ადრე, არავინ არ იცის. იმიტომ იქით უფრო ვეღარ ვიხედები, ხო? 380,000 წლის რომ არის წარმოიქმნა ეს მიკროტალღოვანი ფონი, მაგრამ მე მაინტერესებს აი ეს ნაწილი. ინფლაციური ნაწილი. ეხლა საკითხი არის, როგორ შევისწავლო ეს ინფლაციური ნაწილი. აი ზუსტად აქ იწყება ეს ახალი ფანჯარა, რასაც ქვია გრავიტაციული ტალღები. ეხლა ქვემოთ მომყავს მე გალილეის მიერ სამაგიდე ტელესკოპი პირველი და აქ მომყავს უკვე 30 კილომეტრიანი ხარით ინტერფერომეტრი, რომელიც არის ლაზერული სხივებით. ამ მილებში გაივლის ლაზერული სხივი. ეს კიდევ ის ინტერფერომეტრია, რომელიც 2024 წელს უნდა გაფრინდეს, მას ქვია ლაზერ ინტერფერომეტ სპეის ანტენა და ეს არის თანამგზავრული. 3 ხომალდი გაიტანს ამას, ამისი ღირებულება სადღაც 100 მილიარდი ევრო არის, თუ არ ვცდები. და ხარი იქნება, დიდი თვითონ არ იქნება, მაგრამ როცა ტრიალებს, ხო? მისი მხარი არის დედამიწის ორბიტის ზონის. მზემდე ორბიტის. ხო და ეს ესე ვთქვათ, შეკითხვა არის, ხო? 100 მილიარდი ევრო. აი რაში იხარჯება? იმისთვის რომ გავიგო, როგორი იყო სამყარო 10-11 წამისთვის. ხო და იტყვით რომ ახლა ის ლოანიც და ეს პოლანიც გიჟები არის, მარჯობია, ახლა დაურიგოთ ყველას და თითო 1000 ყველას შეგხვდება დედამიწის ყველა მოსახლეს, ხო? საქმე იმაშია, რომ ჩვენ საუბრობთ ისეთი მაღალი დონის ტექნოლოგიებზე, რომელიც დღეს პასუხს და შედეგს არ მოხსენს. მაგრამ რამდენიმე წლის მერე კი არა, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის მერე შეიძლება ეს დაინერგოს უკვე ადამიანურ ცხოვრებაში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ნამდვილად უკეთესად ვიცხოვროთ. ეხლა მაგალითად 70-იან წლებში არავის არ მოუვიდოდა რომ ვინმეს ექნებოდა smartphone-ი. ეხლა ბავშვებს როდესაც კითხავთ, მათთვის შეუძლებელია გაიგო, რას ნიშნავს არ გქონდათ smartphone-ი, ხო? ზუსტად ასევე ესე იგი, აი ეს პერიოდი შეფასებულია და წარმოადგენს 50,000 წელს. ეხლა გრავიტაციული ტალღები 1915 წელს იგულისხმა რომ უნდა არსებობდეს ალბერტ აინშტაინმა. ეს არის მისი სტატია, სხვათა შორის რომელშიც საკმარისად ბევრი ტაიპო ტიპობრივი შეცდომაა. და აი ახლა განახეთ რას ნიშნავს ეს თქვენი გრავიტაციული ტალღა. ეს არ არის ბგერა, მე ხა ლაპარაკობ და ეს არის ბგერა, ხო? ჩემი ბგერა, ეს არის ჰაერის შეკუმშვა. ეხება ამას, გამოსცემს ხმას. გრავიტაციული ტალღა არ არის დაკავშირებული არანაირ შემჭიდროვებასთან, არც გრიგალთან.
გრავიტაცია არის თავად სივრცე დროის რხევა. თავად სივრცე ირხევა. და ჩანს ესე. ხედავთ? თავად სივრცე იწყებს რხევას და ეს რხევა არის ძალიან პატარა. რომელსაც ჩვენ ბუნებრივია ვერ აღვიქვამთ. ესე იოლად, რომელიც გაიგებს. თან ის არის ძალიან სუსტი. 10-20, ესე იგი 20 0 დაწერეთ და იქ ერთიანი მიუწერეთ, ამდენად სუსტია. და აღმოჩენილი იქნა ზუსტად 100 წლის თავზე წინასწარმეტყველების დღიდან 30 წლის განმავლობაში ეძებდნენ მას LIGO-ს კოლაბორაცია 30 წელი. Წარმოგვიდგენიათ, რამდენი მეცნიერი შრომა და ამ LIGO კოლაბორაციაში 2000 მეცნიერი მუშაობდა. ხო? და ეხლა დაგანახეთ, რას ნიშნავს აი ეს არის ერთწამიანი ხმა, რომელიც არის ესე იგი სიხშირე გრავიტაციული ტალღით გამოიტანეს ბგერაში, ესე ვთქვათ. და როგორ აღიქვება და აი ამისთვის რომ ეს მოესმინათ, ხო? 30 წელი 2000 ადამიანი მუშაობდა. და ბოლოში იქნება წყარო. ხედავთ? ეს რას ნიშნავს, რომ ორი შავი ხვრელი, რომელიც მილიარდი წლით არის ჩვენგან დაშორებული, ერთმანეთს შეერწყა. და აი ამ დროს, როდესაც ის შეერწყა, იმდენად ძლიერი იყო სივრცის შეშფოთება, რომ გამოსცა ეს ტალღა, რომელიც მილიარდი წელი ჩემთან მოდიოდა აბსოლუტურად შეუცვლელი. ახლა ეს როგორ გავაჩერე ეს წუთი? ახლა გავაჩერე. გრავიტაციული ტალღები არსებობს სხვადასხვა და ადრეული სამყაროდან მოსული ტალღა სიგრძით, ხო? შეესაბამება თავად სამყაროს ზომას. ეს არის წარმოუდგენელი პრინციპში და მისი აღქმა ძალიან, ასე ვთქვათ, რთულია. ახლა ადრეულ სამყაროში საუბარი არის ტემპერატურებზე და ჩვენ ვამბობთ, რომ სხვაობა, ესე იგი, თუ დღეს არის 3 კელვინი, მაშინ იყოს 3 და 20 კიდევ როგორც მინიმუმ მოუმატეთ. ესე იგი 10 ხარისხად 20-ჯერ უფრო ცხელი სამყარო ქონდა. აი ამ დროს როგორი ტიპის ფიზიკის კანონები მოქმედებდა, ეს არის, თქვათ, ჩემი, კვლევების ერთ-ერთი ინტერესი. ეს არის აი პირველად გრავიტაციულ ტალღებში, რომლითაც რაკი დრო ცოტა მაქვს არ შეგაწყვეტ, მაგრამ აი ვიტყვი იმ ობიექტზე, რომელზედაც აი ვთქვი, ეს არის ლაზერ ინტერფერონას ანტენა, რომლის კოლაბორაციის წევრობას ვაპირებ, ესე გაწევრიანებას ვაპირებ ამ კოლაბორაციაში, საბედნიეროდ ჩემთვის როგორც მეცნიერისთვის ეს არ იქნება არანაირ, ესე ვთქვათ, ფინანსურ დატვირთვასთან დაკავშირებული. ეს საუბარია შემდეგზე, რომ გაატანილ იქნება 3 ხომალდი და ეს 3 ხომალდი იტრიალებს დედამიწის გარშემო, სხვადასხვა წერტილებში აღიქვამს და შემდეგ მისი მხარი, ესე ვთქვათ, იქნება გაზომვალ ზუსტად მანძილს და ამ მანძილის ცვლილება თუ მოხდა, ესე იგი თავად სივრცე შეირხა, ესე ვთქვათ. და აი ამ შერხევას გაზომავს. ეხლა თუ გაქვთ თქვენ ძალიან დიდი მანძილი, ოდნავი გადახრაც რომ იყოს, ამ ოდნავ გადახრას უფრო ადვილად დააფიქსირებთ. და ამით ხდება სრულიად ახლებული სამყაროს აღდგენა. ახლა მეორეს მხრივ, თქვენ იცით, რომ ამ დროს უკვე ფიზიკის კანონები, ისეთი როგორიც თქვენ იცით, აღარ მუშაობს. და გჭირდებათ ეგრეთ წოდებული კვანტური ეფექტების ალბათობის გამოყენება. ესე იგი, მე თუ ზუსტად გავზომე დრო, მე ზუსტად ენერგიას ვერ გავზომავ. ზუსტად თუ გავზომე სიჩქარე, ვერ გავზომავ რა ადგილში არის ეს სიჩქარე. ამას ქვია განუზღვრელობის პრინციპი. უბრალოდ შეუძლებელია გაიზომოს ზუსტად. და აი აქ არის მოცემული, რა დროის მასშტაბებზე არის საუბარი. ჩვენ საუბრობთ 10-54 წამზე, ესე იგი 0, 44, 43, 0 და ერთიანი, ასეთ პატარა მასშტაბზე. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც მე უკვე აღარ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიცი რა არის დრო. ან რა არის სივრცე.
რას ავარ მე შეჩვეული? რომ ყველაფერი არის continuous უწყვეტი. და ამ შემთხვევაში თავად დროც აღარ არის. დრო ხდება წყვეტილი უკვე. და ამისი აღქმა, ესე ვთქვათ, არავის არ შეუძლია ჯერ. აღქმა შეიძლება შეუძლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შექმნა არ შეუძლია და არის ესეთი მეცნიერი, ეს უფრო ფანტასტიკის იმაზეა, ნიუმან პენროუსმა შექმნეს მოდელი, რომ კი დრო აღარ არსებობს, სივრცე აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ქაფი. აი, სანაცვლოდ რომ რეცხავ, პატარა ქაფის ბუშტები ხომ გაქვთ? და აი, ესეთი ერთ-ერთი ბუშტია, ეს არის ჩვენი იმდროინდელი სამყარო. შემდეგ ეს ბუშტი იზრდება, ზოგი ბუშტი სკდება, ხო, მაგრამ ჩვენი აღმოჩნდა იღბლიანი და არ გასკდა. და დღემდე მოვიდა. ამას ქვია, ისე აღქმა შეუძლებელია ამისი. და ამაზე საუბარი არის, რომ ეს კვანტური გრავიტაცია თეორია არ არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, არ ვიცი 100 წელია უკვე ცდილობენ მის შექმნას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ზოგადი ფარდობითობის თეორია, ვიცით, რომ არის ნაწილაკთა ფიზიკა და ეს არის, ესე ვთქვათ, კვანტური გრავიტაცია, აისბერგი, წყალქვეშა აისბერგია. ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, მაგრამ როგორ ეს არავინ არ იცის დღემდე. შეიძლება მანამდე იყოს სხვა სამყარო, არც ეს ვიცით. შეიძლება, ხო? ესე იგი, სანამდე ეს გაფართოება დაიწყებოდა, იყო ჯერ შეკუმშვა, ყველაფერი ერთ წელში მოხდა და იქიდან კიდევ შემდეგი სამყარო დაიწყო. ესეც არ ვიცით, ესეც ესე ვთქვათ სამეცნიერო სპეკულაციაა, მე ვიტყოდი. და აი აქ არის საინტერესო რამ. ინდურ ვედებში ესეთი კოსმოლოგიური მოდელი არის აღწერილი. და აი ამ ვედების წიგნში, ესე ვთქვათ, მოყვანილია ასევე სურათი, როგორ აღიქვამენ აი ამ მრავლობით სამყაროებს, რომლებიც ერთმანეთში არის ჩადებული. აი ახლა თუ მიხვალთ სარკეები ზოგჯერ არის, როდესაც შეგიძლიათ ესე დაკეცოთ, ხო? და თუ თქვენ სარკეში იყურებით, ხივი აირეკლება 1000 ჯერ, ხო? და ესე იქით ესე ვთქვათ, აი იდეოლებს ესე ვქონდათ, რომ ერთმანეთში ჩალაგებული სამყაროები. ეხლა რა ვიცით სამყაროს მომავალზე და ამითი მალე დავასრულებ. ესე იგი, რამდენ თქვენგანს უნახია Artificial Intelligence ფილმი, ხო? ძალიან კარგი. აი იმ ფილმში არის, რომ სამყარო იქნება აბსოლუტურად ცივი და მარტო რობოტები იარსებებენ, ხო? სინამდვილეში ეს ასევე არ არის მარტო კინორეჟისორის ფანტაზია. არამედ შეგვიძლია ავიღოთ, რომ გვაქვს ესეთი ობიექტი, არის ზეახალი ვარსკვლავები, რომელზეც დაზუსტებული ვარ ამ მედიათეკაში სხვადი გესაუბრებიან, რომლებიც ფეთქდებიან და ჩვენ ვიცით, რამდენი ენერგია გამოიყოფა. ახლა წარმოიდგინეთ, რაც უფრო შორს მოხდა აფეთქება, ამისი მით უფრო ნაკლები შუქი მოვა ჩემამდე, ხო? ესე იგი, თუ მე გავზომე ნათობადობა ზუსტად დღეს დედამიწაზე, მაშინ მე ვიცხვი, რამდენად შორს არის ჩემგან ეს ზეახალი ვარსკვლავი. ამიტომ ამ ზეახალ ვარსკვლავებს ზოგჯერ უწოდებენ სტანდარტულ სანთელს. ესე იგი, რაც უფრო შორს არის, მე ნაკლებ შუქს ვხედავ და მე ვიცი რა მანძილზე არის ის ჩემგან. ამიტომ ეს მანძილის გაზომვის საუკეთესო საშუალებაა. ხო და მე-20 საუკუნის ბოლოს მეცნიერების აი ამ ჯგუფებმა, ბევრმა ჯგუფმა, არაერთმა, განახორციელა ამისი გაზომვები, შეადარა კოსმოლოგიურ მოდელებს და აღმოჩნდა, რომ სამყარო არა მარტო ფართოვდება, არამედ აჩქარებულად ფართოვდება. და ამითი 2011 წელს ამ სამ ადამიანმა მიიღო ნობელის პრემია. ესე იგი, ნობელის პრემია არ გაიცემა არანაირად თეორიულ აღმოჩენაზე, თუ ეს თეორიული აღმოჩენა ექსპერიმენტალურად არ დადასტურდა. მაგალითად, იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს დასტური ინფლაციის, ნობელის პრემია ინფლაციაზე არ გაცემულა. შეიძლება იყოს სხვანაირი კოსმოლოგიური მოდელი, მაგრამ აქ გაიცა, იმიტომ რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოება არა მარტო თეორიულად შეიძლება მივიღოთ, არამედ დამტკიცებული იყო ექსპერიმენტალურად. მაგრამ ახლა რა იწვევს ამ სამყაროს გაფართოებას? აი ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ
ვერანაირი ნივთიერება, რომელსაც ჩვენ ლაბორატორიაში მივიღებთ, როგორი მზებზვარი ლაბორატორია არ უნდა იყოს, ვერანაირი ჩვენი ინტუიცია ამას არ შეესატყვისება. ესე იგი, ეს უნდა იყოს გარემო, რომელსაც აქვს უარყოფითი წნევა. რას ნიშნავს უარყოფითი წნევა? წნევა ხომ ის არის, როდესაც აი კედელს რომ მივარტყავ ხელს იქიდან მომდინარე, ხო? შეწინააღმდეგება. ან მაგალითად წნევა არის ის, რომ მე რომ მაგალითად მინდა ის გუში ჩავარჯო შამპანიურის ბოთლში და ეს მეწინააღმდეგება, ხო მართალია? და პირიქით გუში ცდილობს გარეთ ამოვიდეს, ხო? ახლა საახალწლოდ ხომ იხსნება შამპანიურები და გუში მიდის ჭერში. ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, თუ თქვენ შამპანიურის ბოთლში ამ ფარულ ენერგიას ჩაასხამ, მაშინ წინააღმდეგი სიტუაცია იქნება გუში, პირიქით შეიწოვება ბოთლში. ესე იგი, ეს არის აბსოლუტურად არა თქვენ ინტუიციურად ამისი გაგება რთულია. ახლა ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი, მკვლევარი ილიას უნივერსიტეტის გიორგი მამაცაშვილი, რომელიც ახლა საზღვარგარეთ არის წასული, ერთ ოთახში ვართ და მოდის გიორგი და მეკითხება ესეთ რაღაცას. ეს ნამდვილი ისტორია, აგერ მოწმებ ხავს, რომ იცი რაო, ეხლა თინა, ეს ყველაფერიო კაი რომ მოყევიო ეგ სემინარიო, მაგრამ აი იცი ეხლა მეჩქარებაო 5 წუთშიო იქო ტაქსი დამელოდებაო გარეთ და იქნება 5 წუთში ავიხსნავ ეს ფარული ენერგია რა არისო. ხა ფარული ენერგია რა არის, ხო? და რა ტიპის ნივთიერება ეს არ იცის არავინ, არც 5 წუთში აგიხსნით ვინმე. და არც 5 წელიწადში არც 5 წლის მერე დაიქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ეძებენ, ხო? და ეძებენ მას საკმარისად დიდხანს მისი ახსნა არ არსებობს და პრობლემა რაშია, ესე იგი, თვითონ აინშტაინმა თავის დროზე შემოიყვანა ეს მუდმივი, როგორც ანტიგრავიტაცია, კოსმოფარული ენერგია. მაგრამ მე ეს შემოიყვანა იმისთვის, რომ დაესტაბილურებინა სამყაროს გაფართოება. მე როცა ხაბლმა აღმოაჩინა სამყაროს აჩქარებული სამყაროს გაფართოება, აინშტაინმა ჩათვალა, რომ ეს არის ყველაზე დიდი მისი შეცდომა. როდესაც მოხდა ეს აჩქარებული გაფართოების დადგენა ექსპერიმენტალურად, ბუნებრივია ყველანი ისევ ამ უარყოფთნევიან წევს დაუბრუნდნენ და მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თეორიულად ნაწინასწარმეტყველი ენერგია არის 10 ხარისხად 120, ესე იგი 10 ნულით უფრო ძლიერი, ვიდრე ამას დაკვირვებები გვიჩვენებს. შესაბამისად, ითვლება, რომ ეს არის ყველაზე ცუდი ფიზიკის ისტორიაში არსებული წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ აცდენილები ვარ 120 ნულიანი თანრიგით. ხო? ამის აღსახსნელად ცდილობენ თქვან, რომ იქნებ ეს მუდმივად კი არ არის, არამედ დროშიც ვლადია. ხო? რატო არის დროშიც ვლადი, ესეც არავინ არ იცის. საერთოდ რა სუბსტანცია, ესეც არავინ არ იცის, ხო? და ის რაღაცა მოხდა. და შესაბამისად, ესეთი სიტუაცია, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი კოსმოლოგია, შემდეგ ხდება აჩქარებული გაფართოება და ეს აჩქარებული გაფართოება შეიძლება იყოს გამოწვეული არა იმიტომ, რომ ეს ფარული ენერგია არსებობს, არამედ იმითი, რომ ზოგადი ფარდობითობის თეორია, აინშტაინის თეორია მართალი არ არის. მართალი არ არის იმ თვალსაზრისით კი არა, რომ საერთოდ მართალი არ არის, მაგრამ მართალი არ არის იმ მასშტაბებში, რომელიც სამყაროს შეესატყვისება. და აი აქ კიდე აი ამ ნახატზე არის მოცემული აზე მეტი სხვადასხვა ტიპის მასიური გრავიტაციის თუ მოდიფიცირებული გრავიტაციის მოდელები, რომლებიც ზოგადი ფარდობითობის თეორიის ალტერნატივაა. მაგალითად არსებობს მე რომელიც პირადად მე მომწონს დერამ გაბადაძე თორი მოდელი, არსებობდა მოდელი, რომელიც დვალი გაბადაძე პორატის მოდელი, რომელიც ასე ვთქვათ არ გაიარა ტესტირება. და აი რამდენი მოდელია, ესე ვთქვათ, შეგიძლიათ თქვენ ასე ვთქვათ თვითონ ნახოთ. ახლა თვითონ გრავიტაცია არის ძალიან რთული და ორი ესე ვთქვათ ფუძემდებელი ყავს, ერთი ნიუტონი, მეორე აინშტაინი. ნიუტონმა ესე ვთქვათ ვაშლების ისტორია ყველას კარგად მოგეხსენებათ. აინშტაინმა კიდე უბრალოდ
გააკეთა რომ გრავიტაცია არის გეომეტრია და არა თქვათ რაღაცა ძალა, ცალკე ძალა. მაგალითად მე ხარ რომ ავიღო და გავუღუნო რამე ზედაპირი და მასზე ქვიშა დავუღარო, ხო? რა მოვა ამ ქვიშას? ჩავა ხო ოღრმოებში. ესე იგი აინშტაინი ამბობს რომ სივრცე დრო არის გაღუნული, ბრტყელი არ არის და სადაც ის გაღუნულია, იქ არის გრავიტაცია და რაც უფრო გაღუნულია, მით უფრო მეტი გრავიტაციაა. და ეს გაღუნვა მოხდება მაშინვე, როგორც კი მე მაქვს მატერია ან ენერგია. ეს არის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ნახვა, ესე ვთქვათ, სქემატური ნახვა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ თქვენ როდესაც მოგდით სხივი, აი ეს არის დედამიწა მეთქი მზე და მზესთან როდესაც გაივლის სხივი, აი ესე უნდა წამოსულიყო, ხო? მაგრამ იმის გამო რომ მზე ესეთი მასიურია, თვითონ სინათლის სხივსაც კი იზიდავს. იმიტომ რომ სივრცე არის მის გარშემო გამრუდებული. შესაბამისად, მე ადამიანი, როდესაც გავუკეთებ პროექციას, შუქს დავინახავ სხვა ადგილას. და ამას ქვია ეგრეთ წოდებული გრავიტაციული ლინზირება. აი მაგალითად ეს რკალი, ეს არ არის ბუნებრივი ობიექტი, ეს არის შექმნილი აბსოლუტური ილუზია ჩემი მხედველობის, თუ ჩემი ობიექტის მხედველობის, იმიტომ რომ სხივი გადაიხარა, მოხდა გაიარა ის გზა, სადაც იყო მასიური ობიექტი და სხივი გადაიხარა. ეხლა როგორც ჩანს ეს გამრუდებულად, აი თქვენ თვითონ დაინახეთ. ავიღე მე შესანიშნავი ირლანდიაში სასახლე, ხო? და ავიღე და ამ სასახლეს დაუხვედრე სატურნის მასა. სატურნის მასა, ესე კი არა ზემასიური შავი ხრელი, უბრალოდ სატურნი რაღაც პატარა პლანეტა. რა მოუვა ასეთ სურათს, ესე დამახინჯდება. ამას ქვია გრავიტაციული ლინზირება. ხა ამ გრავიტაციული ლინზირებაზე მაგალითად იგივე გალაქტიკები არიან წაგრძელებულები. წაგრძელებულები არიან იმიტომ კი არა რომ მართლა არიან წაგრძელებულები, უბრალოდ ფოკუს ეს გრავიტაციული ლინზირების შედეგია. მე თუ ხა აქედან აღვადგინე, შემეძლება თქვა რამდენი მასაა სამყაროში. და ყველაზე საინტერესოა ამ დაკვირვებების შედეგად მე ვღებულობ რომ არამც თუ ფარული ენერგია მაქვს, მე მაქვს კიდე ეგრეთ წოდებული ფარული მატერიაც. და ეს ფარული მატერია ასევე არის ის, რაც არ გამოასხივებს, არაჩვეულებრივი ფორმით არის, არა ბარიონული, არაჩვეულებრივი მატერიის სახით არის, ლაბორატორიაში არ დაფიქსირებულა. და ის წარმოადგენს ჩემი სამყაროს 25%-ს. 70%-ს კიდე წარმოადგენს ფარული ენერგია. გამოდის რომ 95% ჩემი სამყაროს არის ფარული ფორმით, რომლის შესახებაც მე საერთოდ არაფერი არ ვიცი და ნუ გეგონებათ რომ ვინმე მიცის. უბრალოდ, ესე იგი დაკვირვებები არსებობს, მაგრამ მე არ ვიცი. ახლა იმისთვის რომ ჩვენ ეს გავიგოთ, ეს არის უკვე ჩემი ბოლო სლაიდები, ეს არის უზარმაზარი ძალისხმევა მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი ესეთი ტელესკოპი არის Large Synoptic Survey Telescope LSST, რომელიც ყოველ ღამე იმდენივე ინფორმაციას მიიღებს ერთ ღამე დაკვირვებაში, რამდენსაც ხაბლის თანამგზავრი 10 წელიწადში ღებულობდა. ხო? ესე იგი, ყოველ ღამე მას ექნება ინფორმაცია 14 ტერაბაიტი. ყოველ ღამე. ერთ-ერთი ადამიანის, ყველანი რომ გავერთიანდეთ 7 მილიარდი და დავიწყოთ ამ ტელესკოპის მონაცემების დამუშავება, ჩვენ მას ვერ მოვახერხებთ უბრალოდ. ხო? იყო დრო, მაგალითად, ჩვენი დამსახურებული ასტრონომები ობსერვატორიაში ხელით ადგენდნენ გალაქტიკების კატალოგებს. ხო? ბატონი ნათელა კოღოშვილი, ბატონი თენგიზ ბორჩხაძე. დღეს ეს უბრალოდ ფიზიკურად არის შეუძლებელი, ხო? თვითონ კამერა, რომელიც მას ექნება, ესე იგი ტელესკოპი არის 8x4 მეტრის და მას უყენია კამერა, რომლის გაჩევის სუნარიადობა არის 3200 მეგაპიქსელი. ახლა ალბათ ტელეფონებს რომ შეუერთოთ, დახავთ რამდენად უფრო ძლავრი კამერა არის. ესე იგი, ეს პროექტი არის სრულად დაფინანსებული, ესე ვთქვათ, პარლამენტმა თუ სენატმა და ორივე
ქვედა და ზედა პალატამ შეერთებული შტატების დააფინანსა ეს პროექტი. ბუნებრივია ის რამდენიმე ათეულობით მილიარდი დოლარის არის. ობამას დროს მოხდა მისი დამტკიცება, საბედნიერო ტრამპმა პროექტი არ გააჩერა და პირველი შუქი არის მოსალოდნელი 2021 წელს. მაგრამ როდესაც პირველი შუქი მოვა ტელესკოპიდან, მთელ მსოფლიოში შექმნილია სპეციალიზირებული ცენტრები, რომლებიც ამზადებენ სტუდენტებს საიმისოდ, რომ ამ სტუდენტებმა თუ ახალგაზრდებმა შეძლონ ამ მონაცემების დამუშავება არა იმ მეთოდებით, რომლითაც სტატისტიკური მეთოდები იყო, არამედ მანქანური სწავლების machine learning-ის მეთოდებით. ხა machine learning რითი არის ეს? ესე იგი, ის ცენტრი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტმა შექმნა, აერთიანებს გენეტიკოსებს, იმიტომ რომ გენეტიკაში ზუსტად ასეთივე მრავალფეროვნება გვაქვს, აერთიანებს სხვათა შორის უსაფრთხოებასაც, სოციალურ მეცნიერებებსაც. და ეს არის, ესე იგი, სამყარო არის მშვენიერი ლაბორატორია ფიზიკის კანონების შესასწავლად. ახლა რა შეეხება იმას, ძვირადღირებული ლაბორატორია, რავის მოეგონება რომ არის პატარა, ესე იგი, ყოველწლიურად NASA-ს ბიუჯეტი წარმოადგენს 19 მილიარდ დოლარს. ეს არის ყველაზე უფრო, ესე ვთქვათ, ძვირადღირებული კი არა, ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამა მსოფლიოში. მეორე ადგილზეა ევროპული ქვეყნები, ისინი აფინანსებენ სადღაც 6 მილიარდს. შემდეგ არის რუსეთი, რომელიც აფინანსებს სამყაროს კვლევისთვის 2 მილიონ ნახევარს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ბუნებრივია ჩვენ ამ ქვეყნების სიაში სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხას უსმო ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი, როგორ ვთქვა, არც პარტნიორები ვართ, რომელიმე ვთქვათ ევროპული ქვეყნის დონორის თვალსაზრისით, იმიტომ ეს არის მართლა ძალიან ძვირადღირებული, მაგრამ ამავე დროს ეს საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ ყველაზე უფრო ფუნდამენტალურ შეკითხვებს, რა ვართ ჩვენ, საიდან მოვედით და სად მივდივართ. და აი ბოლოს ვამთავრებ იმით, რომ ქვია რომ დღეს კოსმოლოგია არის ოქროს ხანაში და მაგისი დადასტურებაა ის, რომ დაკვირვებები გვაქვს 1% სიზუსტით, თუმცა როგორც გითხარით, თეორია არის 96% სიზუსტით და თქვენი ახალგაზრდების იმედი აქვს მეცნიერებს, რომ თქვენ შეძლებთ ამ გადაუწყვეტელი საკითხების დამთავრებას და ამ ჩემს მოხსენებას დავამთავრებ სოკრატესის თვალით, თუმცა ამბობენ, რომ შეიძლება სოკრატესი არ იყო, მაგრამ მიაწერენ მას, რომ ასე ვთქვია, რომ რაც უფრო მეტი ვიციო, მით უფრო ნაკლები ვიციო, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ცოდნა მაქვს, მით უფრო იზრდება ჰორიზონტი არცოდნისა. და ზოგჯერ იტყვიან ესე, რომ მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. და ამით ნებამომეწით დავასრულო მაგით. ბაღოსთუმაშიც არის ხო ლაბორატორია და აი ჩემი ვიცორო წარმოდგენით ალბათ ყველა სხვა ქვეყნებში სადაც არის ესეთი ამ ტიპის ობსერვატორიები, ისინი ცის გარკვეულ მონაკვეთებს აკვირდებიან, ხო ალბათ. და ჩვენ რას ვაკ, აი ჩვენაც წვლილი შეგვაქვს. აი ქაბოტონი მაია თოდუა უკაცია ექსპერტისა და აკცენტუასოს. აი მაია არის ობსერვატორიის დირექტორი და იდეას უნივერსიტეტის პროფესორი. ესე შეკითხვა იყო, რომ ჩვენ რას ვაკეთებთ ობსერვატორიაში, აი ცის 70 სანტიმეტრიანი. ხო. ნუ ამჟამად სულ რამდენიმე ტელესკოპი მუშაობს ჩვენთან და ძალიან ფართო სხვადასხვა მიმართულების კვლევები არის ჩვენთან დაწყებული მზის სისტემის სხეულებით, მაგალითად დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდებით. ეს არის ესეთ სხეულები, რომლებიც ძალიან ახლოს მოდიან და შეიძლება საშიში იყონ დედამიწისთვის. არსებობს საერთაშორისო ქსელი და ჩვენ ვართ ამისი ნაწილი. ამის მონიტორინგი არის და აქედან გარდა ამისა ვიკვლევთ ვარსკვლავებს,
სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავებს, ცვალებად ვარსკვლავებს და კიდევ უფრო შორეულ ობიექტებს, როგორებიც არის შორეული galaktikები, კვაზარები, რასაც ქვია აქტიური გულების მქონე შორეული galaktikები, რომლებიც მილიარდობით სინათლის წლით არიან ჩვენგან დაშორებული. ანუ ძალიან ფართო დიაპაზონის კვლევები, გარდა ამისა ასევე მზესაც ვიკვლევთ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ყველაზე მთავარ ცივ სხეულს და ეს არის ძირითადად რაც ჩვენთან ხდება. გარდა ამისა, თეორიული კვლევებიც არის. ბატონო? ხო, ეს დედამიწის ატმოსფერო, რა თქმა უნდა, ღამისის ნათებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის დედამიწაზე და აი ეს არის ძირითადად ძალიან მოკლედ. ასტროფიზიკა, თეორიული ასტროფიზიკა და კოსმოლოგია. და ეს მონაცემები სად გროვდება? სად არსებობს? აი კონკრეტულად ადგილი არსებობს? კი, როგორად და ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზეც, აბასონის ობსერვატორიის ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ეს მონაცემები სხვადასხვა წლებში ჩვენ გავაკეთეთ სპეციალურად ეს მონაცემთა საცავი, სადაც არსებობს ეს მონაცემები. ვარსკვლავის აღმოჩენა ობსერვატორია. რა თქმა უნდა, ვარსკვლავების აღმოჩენებიც ხდებოდა, ზიახალი ვარსკვლავებისაც აქ თინას ჰქონდა ნაჩვენები რამდენიმე სურათი. სახელიც ქვია ქართული მეცნიერის. აღმოჩენებიც მომდევრია გაკეთებული. და მე ამაზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ობსერვატორია არ არის არანაირად არც ერთი ვთქვათ დედამიწის არც ერთ რა ვიცი მე ნაწილში მდებარე ობსერვატორიების ფარდი ვთქვათ მისი შესაძლებლობებით ამის მიუხედავად ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეცნიერები როგორც ქავატონი თინა როგორც ბატონი ალექსანდრია, ქავატონი მაია და სხვაები თითქმის ყველა მეცნიერი ვინც იქ მუშაობს, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა, არიან დიდი კოლაბორაციების წევრები და სწორედ აი ამის საშუალებით აქვთ მათ შესაძლებლობა რომ თავიანთი კოლაბორაციის წევრებთან ერთად მიიღო. აი მაგათ ქავატონი თინას უნივერსიტეტი, რომელიც არის აი დიდი ქსელის წევრი, იმის საშუალებით აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველა ჯგუფს აქვს ძალიან ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა და ახალგაზრდებით მათ შორის აი ჩვენთან ახლა არის ქავატონი თინას დოქტორანტი რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ეკა ხო ჩვენ სალომე უკაცრავად სალომე შარშან დაიწყო ჩვენთან არის ესეთი კარლ-ფრიდრიხ მემანჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა და სალომე არის ამ პროგრამის წევრი მას აქვს სპეციალური სტიპენდია 3 წლიან ერთ წელს გაატარებს გერმანიაში გეტინგენის უნივერსიტეტში ასევე არის სხვა დანარჩენ 12 დოქტორანტი და ის რომ დაამთავრებს მიიღებს ორივე უნივერსიტეტის ხარისხს და იქ მუშაობს ნიმაიერთან ერთად იქ არის გერმანიის კოსმოსური კვლევების ცენტრი რომელსაც ევროპის NASA-საც ეძახიან და აი ეს არის სწორედ ის შესაძლებლობა რითაც ჩვენ ასე ვთქვათ შეგვიძლია ჩვენი ეს შესაძლებლობები ამეთი ჩვენ ძირითადად დიდი არაფერი არ გვაქვს არც მიწის ქვეშ და არც მიწის ზევით ეს არის სწორედ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობა რომელსაც აი ამ დიდ თანამეგობრობაში ვახერხებთ სწორედ აი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში და დღევანდელი ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან განვითარებულია, გვაძლევს საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მეტი შევძლოთ იმ რესურსებს, რაც გვაქვს და უფრო მეტად გავაფართოვოთ ჩვენი რესურსები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის აი აქაც შეგვიძლია მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულწილად გრავიტაციული ტალღების ოპტიკურ ასე ვთქვათ counterpart. ხო, ეგეთ რამებს არის შესაძლებელი. მე უკვე აი მაია ქავატონი მაია მე შემოგვიერთდა იმ რომ შეხვედრაზე იყო, მაგრამ მანამდე აი აღნიშნე ეს ეგზოპლანეტების საშუალებაც, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მე მახსოვს რომ ერთი 10 წლის წინ აღმოჩენილი იყო 3 თუ 4 ეგზოპლანეტა, როდესაც ახლა რამდენიმე 1000 მოითვლის და ეხლა რაც ხდება ძიება არა მარტო ეგზოპლანეტების ძიება ხდება, არამედ ძიება ხდება თუ არსებობს იქ პირობების სიცოცხლისთვის აუცილებელი. და რა ვიცი ახლა თქვენი არჩევანია და აი ახალგაზრდების ესე ვთქვათ დიდი წვლილია და მე მიმაჩნია ის მეცნიერება რომელშიც
არ არის ახალგაზრდები ჩართული იმ მეცნიერებას, უბრალოდ არანაირი მომავალი არ აქვს და აი კიდევ აი ქავატონ ნინოსთან არაერთი საუბარი მქონდა, ჩემი აზრი არის, რომ დღევანდელ დღეს უბრალოდ დღევანდელი არსებული ტექნოლოგიებით, ხო, საუბარი რომ აი ჩვენ დავჯდებით და მარტო ხა ქაღალდით მე ვარ თეორეტიკოსი, ხო? და მაქვს ესე ვთქვათ ლანდაუს თეორიული სკოლა გამოვლილი, მაგრამ აი ესეთი უბრალოდ აი ქაღალდზე და ფურცელზე თქვენ ამას უკვე ვეღარ დაინახავთ, ვეღარ აღიქვამთ და აი ჩემი აზრით რომ მომავალი, ხო, მომავალი სტატისტიკაშიც კი არ არის, აი ზუსტად აი რაც გიყვანეთ, ხო? მანქანურ სწავლებაშია და ეს მანქანური სწავლება, ხო? ეს არა მარტო ვთქვათ ფიზიკოსისთვის არის, ნუ მეთოდები ყველგან ერთნაირია, იქნება ეს გენეტიკოსი, იქნება ეს, რა ქვია, სოციალურ სფეროში თუ საფრთხეობა, რომელიც არის თუ იქნება ეს მეცნიერება. ენათმეცნიერება, ეს არის ერთიანი, თუნდაც იგივე ბიზნესშიც. ეს აბსოლუტურად ერთიანია და მიდგომა ისეთი, რომ აი მე მინდა მარტო ესეთი კონსერვატიული მეთოდებით ვიარსებოდა მარტო დღევანდელ დღეზე დღევანდელი დღის თუ ხვალინდელი დღის მოგებაზე ვიყო ორიენტირებული, თუნდაც იგივე სამეცნიერო პროდუქციით ის იქნება არასდროს. აი მე ხომ მოვიყვანე 30 წლის განმავლობაში, ხო, უზარმაზარი თანხები იდებოდა 2000 ადამიანის კოლაბორაციაში იმისთვის, რომ აი ეს ერთი პატარა გაჩხაკუნება გაეკოთ. პატარა ბჭყალებში. ნუ პატარა ხო, იმიტომ ერთი წამი გრძელდებოდა. ამ დროს ეს იძლევა საშუალებას ჩვენ მილიარდი წლის წინ ორი ვარსკვლავი, რომელიც უკვე აღარ არსებობს, ბუნებრივია და მილიარდი წლის წინ მოდიოდა ჩემამდე, იმათი ერთმანეთთან შერწყმის ხმა გავიგო. ახლა ეს ცოტა არ იყოს იმაზეა, ფანტასტიკის დონეზეა. ან მაგალითად გავზომო რაღაცა, ხო? 10 მინუს 20-ის სიზუსტით, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს როდესაც თუ დაინერგა იმაში მერე თან ყველაფერი რაც იგივე ეს ტელეფონი, ხო? ეს ტელეფონი ხომ არის ნახევარგამტარების ფიზიკით და დაბალი ტემპერატურების ფიზიკაზე აგებული, მაგრამ 60 წლის შემდეგ გარწმუნებთ, რომ ამ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ექნება გამოყენება უკვე ინდუსტრიაში, ხო? და ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მარტო დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ, რომ მოდით აი დაურიგოთ ახლა 100 მილიარდი, რომელიც იზარჩება და დავხარჯავთ ამ 1000 ერთ დღეში და ნუ ერთ დღეში არა, მაგრამ ნუ ერთ თვეში თუ ორ თვეში მნიშვნელობა არ აქვს და მარტო ამითი ვიღოთ და ჯერ ერთი თუ კი ესეთი კვლევები არ ჩატარდება, ხო? იმ ქვეყანას არ აქვს მომავალი უბრალოდ. იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვიტყვით რომ აი მე მაგალითად ძალიან კიდევ ერთხელ მინდა ქავატონ ნინოს მადლობა გადაუხადო რომ ყოველთვის ჰქონდა ილიას უნივერსიტეტს ამ ფუნდამენტალური კვლევების მხარდაჭერის პოლიტიკა, აი თუ როგორ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ძალიან ცოტა ამართლა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის იყო ხელში შეწყობა გინდა დაწყებული ადმინისტრაციიდან დამთავრებული, არ ვიცი, ყველა რგოლში ეს ყოველთვის მე აღნიშნია და მე ძალიან მოხარული ვარ აი ამის, იმიტომ რომ ბევრ დაწესებულებას ან ბევრ ამისი ესეთი ხედვა სამომავლო ზოგჯერ ნაკლებად არის, მაგრამ აი გეუბნებით რომ თქვენთვის, აი სტუდენტებისთვის, ხო, მაქსიმალურად ეცადეთ რომ მონახოთ ის ნიშა, ხო, აუცილებელი არ არის ყველა წავიდეს თქვათ მეცნიერებაში, მაგრამ მე თქვენ გეტყვით რომ ვინც კი მაგალითად ტრენინგს გაივლიდა აი ამ ფუნდამენტალური გინდათ აი მანქანური სწავლებით, ხო, ყველა მერე მიდის ან Google-ში, ან Amazon-ში, ან ინდუსტრიაში, მაგრამ ისინი უკვე მიდიან მაღალ ანაზღაურებად და მაღალ პოზიციებზე, ესე ვთქვათ, და არა ვთქვათ ნოლიდან ხდება დაწყება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დიდი მადლობა მედია.